მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით რობაქიძე და ამ შემთხვევაში მოგიყვებით როგორ ხდება მონტაჟი Media Asset Management-ში. როგორც გითხარით, Media Asset Management-ი მუშაობს იმ პრინციპით, რომ ქმნის proxy copy-ს. Proxy copy-ს როგორც წესი აქვს დინამიური bitrate და ეს რისთვის არის? თუ მე ვარ ტელევიზიაში ვარ, ქსელის კაბელით დაერთებული ჩემი კომპიუტერი, შეიძლება იყოს უბრალო კომპიუტერი, არაძლიერი სამონტაჟო, მე მინიმუმ 10 მეგაბიტი ინტერნეტი მექნება ჩემ სერვერთან ეს პრობლემის გარეშე. ვისაუბროთ 100 მეგაბიტი, გიგაბიტზე ან უფრო მაღალ bitrate-ზე. და ჩემი კომპიუტერი 10 მეგაბიტ ტრაფიკს უპრობლემოდ გადაამუშავებს. არც ქსელს და არც სორისს ამით არ დავტვირთავ. მე ვიღებ ამას როგორც streams. აი როგორც ზუსტად იგივე პრინციპი არის YouTube-ზე რო შევიდე და ვიდეოს უყურე. წარმოვიდგინეთ, რომ YouTube-ს გქონდეს მონტაჟის ვიდეო, სადაც თქვენ შეგიძლიათ drag and drop-ით სხვადასხვა ვიდეოები დაყაროთ თქვენ timeline-ზე, დააჭიროთ publish და ეს ან პირდაპირ ეთერში გაუშვათ. ან ჩაუგდოთ მე მონტაჟეს თქვენი ჩანაწერებით, თქვენი კომენტარებით, სადაც თქვენ ეუბნებით, რა ქმნიდა ესე მოიჭრას, რა ქმნიდა ესე მოიჭრას, თქვენ უკვე ფაქტიურად ჩავიმასალა გაწმინდეთ, გახადეთ თეთრი მასალა და ან პირდაპირ საბოლოო შედეგი გაამზადეთ ეთერისთვის, ან ჩაუგდეთ მე მონტაჟეს, რომ მან გააკეთოს საბოლოო მასალა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ შემოწმების რამოდენიმე ეტაპი. როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება ნებისმიერ მასალაზე გქონდეს წომა სტანდარტული კომპიუტერიდან და მათ შორის ეს შეიძლება იყოს Office-ში, Office-ის გარეთ VPN-ის საშუალებით, თუნდაც პლიაჟიდან. ჩვენ შეგვიძლია რომ ყავდეს სხვადასხვა სტაფის წევრები, რომლებსაც ექნებათ სტომა და მათ შემიძლია უთხრა, აი ესეთი ვიდეო დავამონტაჟე. არის თუ არა ეს მისაღები? არის თუ არა ეს ნორმალური? თუ ისინი დაგვიდასტურებენ, ჩვენ შეგვიძლია ვიდეო გავუშვათ. თუ ისინი გვეტყვიან რომ აქვს შენიშვნები, ვიდეო ვეღარ გავა ეთერში. სისტემა ამას არ გაუშვებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევცვალოთ ვიდეო, გადავუგზავნოთ მას ხელახლა შემოწმებისთვის და ესეთი შემოწმების დონეები და ეს workflow არის სრულიად კონფიგურირებადი. Workflow როგორ აიწყობა, არის აბსოლუტურად დამოკიდებული თქვენზე. თუ გაინტერესებთ Media Asset Management-ის, Product Asset Management-ის და სხვა სისტემების შესახებ, მოგწერეთ, გამოვყვევით და აუცილებლად დაგეხმარებით.